ფიქრობ თუ არა რომ სწორედ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადახედვა ამ გასაჩივრების მიზანი და თქვენი საპატიმროში გაშვება. იცით თქო ახლა ფიქრობდი პირველი ფრაზა რა ვთქვა, ანუ ჩართვა რა, რითი დავიწყო და თქვენ რომ დამისვით კითხვა, ფიქრობ თუ არა დაგიჭერენ, ფიქრობ თუ არა ეს არის მიზანი. იცით რა დავინახე, ხა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც თქვენ ეთერში მოწვეულია გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, გადაცემა იწყება აი ამ შეკითხვით. როგორ ფიქრობთ, დაგიჭერენ თუ არ დაგიჭერენ, რას უკავშირებთ ამას? აი ეს თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ ეს ხომ უკვე ცხადყოფს რა ტიპის მართლობაში მართლობას აკრიტიკებთ თუ ჩემ შეკითხვას ბატონ ნიკა? არა მართლობას ამ შემთხვევაში და მე ვფიქრობ რომ არ ვიცი ისი თქვა შეიძლება მოულოდნელი მე სიმართლე გითხრათ ახლა მეგონა რომ ამ საქმის ირგვლივ დამთავრდა ყველა პერიპეტიები აი აქ გულახდილი ვარ ნამდვილად აღარ მეგონა თუ პროკურატურა კვლავ ეცდებოდა რაღაც საკუთარი ბედი ესინჯა იმაში რა ქვია სააპელაციო სასამართლოში ხა სააპელაციო სასამართლო რას გააკეთებს ამის პროგნოზირება არის წარმოუდგენელი ხა 7 წლის განმავლობაში განიხილებოდა საქმე და ყველაზე მძიმე მუხში გამამართლა სასამართლომ 7 წლის თავზე. ახლა ადგა ივანიშვილის პროკურატურა და იმ მუხლის ნაწილში გაასაჩივრა, რომელშიც გავმართლე და რომელიც მხოლოდ ითვალისწინებს პატიმრობას 7 წლიდან 10 წლამდე. ანუ სანქცია არის ერთადერთი, მხოლოდ 7 წლიდან 10 წლამდე. არც გირაოს ითვალისწინებს და არც სხვა რაიმე სახის სასჯელს. ან სხვა რასაჯელი უნდა დამოდო, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა აქვთ დაწესებული ჩემს მიმართ. მე ვფიქრობ ბოლო მომენტამდე თავად ივანიშვილს არ ეცოდინება რა უნდა გააკეთოს. ბოლო მომენტამდე წინა დღით ან SMS შეტყობინებით, ან სატელეფონო ზარით მიიღება გადაწყვეტილება. ასე მოიქცნენ ჯერა უგულოვასთან მიმართებაშიც. გიგისთან მიმართებაში ბოლო დღემდე არ ჰქონდათ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება. თქვენი აზრით ნიკა გითხავთ თქვენი აზრით რის მიხედვით იცვლება? აი რა შეიძლება მოხდეს? აი რის მიხედვით ცulis პერსონალურად ივანიშვილი? თქვენ ალბათ სწორედ ამას გულისხმობთ რომ ის პერსონალურად იღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ რის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს თქვენთან დაკავშირებით და მაშინ როცა საქალაქოში იყო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ უბრალოდ სხვა კონტექსტი არსებობდა, ახლა ფიქრობს რომ თქვენ საპატიმროში ვთქვათ რეალობისთვის მისთვის არ ვიცი მე ვფიქრობ კვლავ გავიმეორებ ის ფიქრობს რომ არის სუსტი ელექტორალურად და მანიცის ეს ყველაზე კარგად, ამიტომ შესაძლებელია მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად გაასუფთავოს პოლიტიკური ოპოზიციური ველი, ისედაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება და ჯანსაღი ნაწილი საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოება, ისედაც მაკრიტიკებს, ფიქრობს ალბათ ბიძინა ივანიშვილი. ეხლა 4 პოლიტიკური პატიმარი მეყოლება, 5 მეყოლება თუ 7 მეყოლება, მაინც მაკრიტიკებენ და ამ კრიტიკას ვერ გავექცევი და მოდით იქნებ რაც შეიძლება მეტი აქტიური პირი წინა საარჩევნოდ გავანეიტრალო და შევაგდო მატროსოვის ციხეში. არ ვიცი ვერ გეტყვით რა შეიძლება ამას ფიქრობს ხო? ეხლა მე ხო საოცრად ანუ რაღაცა მოულოდნელი გარემოებების თანხმედრის გამო გადაურჩი ივნისის თვეში მას დაჭერას ხო? და გადამარჩინა ვფიქრობ იმ მიზანსცენამ რომელიც შედგა პარლამენტში და 10 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიყავი და საზოგადოება ხედავდა როგორ მას სამართლებდა 110 ქართული ოცნების პროკურორი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და მერე ვიღაცამ ეთყობა ურჩია რომ ახლა არ ღირს იმიტომ რომ განწყობები შეიცვალა საზოგადოებაში დავზიანდებითო თორე ხა წინა დღით ბიძინა ივანიშვილი გახსოვთ რომ ბრიფინგი ჩაატარა და თქვა რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება არჩევნებიო თუმცა იქვე დააყოლა შესაბამის პასუხს აგებს ესა თუ ის ლიდერიო და მეორე დღეს დაიწყეს ის პროცედურები დილის 9 საათზე ბოლოსკენ გადაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა და შესაძლებელია ამ განზრახვის სისულეში მოყვანა უნდა. ეხლა საინტერესო რა არის დიანა და მინდა ვთქვა ეს ანუ მე როდესაც ორი მუხლით მქონდა ბრალი წაყენებული და ერთი მძიმე მუხლი იყო რომელიც თქვი უკვე პატიმრობას ითვალისწინებდა მხოლოდ 7 წლამდე ამაში გავმართლი და მეორე იყო და მსუბუქი მუხლი რომელშიც დამეკისრა ჯარიმა 25000 ლარი და ამის საფუძველზე ამ ჯარიმის საფუძველზე მე რეალურად გამომაგდეს პარლამენტიდან და ეს ჯარიმა მე ჯერ გადასახდელი არ მაქვს
და არც მთხოვენ ამის აღსრულებას, სანამ უზენაეს სასამართლომდე არ იქნება საქმე განხილული. ანუ რა გამოდის, ეხლა აი 25,000 ლარის აღსრულებას ხელისუფლება მე ვერ მთხოვს, თუმცა აი ამ დაკისრებული ჯარიმის გამო მე რეალურად პარლამენტი და გამომადგენს ისიც კონსტიტუცია თავად ფეხქვეშ გათელეს და ხვალ ეხლა ვიდრე ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო სასამართლო პროცესი იმართება მე ვფიქრობ უნიკალური და მე პირადად ვაპირებ ბათუმში ჩასვლას და დავესწრო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დიდი პალატის შემადგენლობით სადაც კონსტიტუციური სარჩელი უნდა განიხილონ ჩემი პარლამენტში უკან დაბრუნების ანუ 9-ვე მოსამართლე შეიკრიბება საია სამართლებრივ ხარდაჭერას მიწევს და ერთადერთი არგუმენტი რაც შეიძლება მათ ჰქონდეთ უნდა თქვან რომ უბრალოდ ხვალ სასამართლოს გულისხმობ აი არა ვართ სასამართლო და ნუ გველაპარაკები როგორც მოსამართლეებს წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ წარმოუდგენელია რომ ის დადგენილი თქვენ დეპუტატი გახდეთ ისევ დაბრუნდეთ პარლამენტში ნორმალურ რას ითხოვს აი მარტივად გეტყვით ადამიანური ენით დაცვის მხარე ითხოვს რომ გააუქმეთ ის დადგენილება რომლის საფუძველზეც მელია გამოვაგდეთ პარლამენტიდან და სანამ მეორე და მესამე ინსტანცია არ იქნება მოვლილი, მანამ ძალადაკარგულად ცანით. წინამდე შემთხვევაში ეხა მე სააპელაციო სასამართლოში რომ მოვიგო თეორიულად პროცესი და რომ გამამართლოს, ხო? ჩემი უფლებები ვერ აღდგება, რითიც კონსტიტუციური შესაბამისი მუხლი არის 39 დარღვეული და მათ შორის პარლამენტარის უფლებების შელახვასაც ჰქონდა ადგილი. ანუ მე რა სასამართლოში მოსამართლე მითხრას ამიტომ არ ვინერვიულობ, მე ვფიქრობ რომ ეს ნაღმები სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა ყველა აქტიურ პოლიტიკურ თუ მედია წარმომადგენლებთან და ერთჩვენიერ დღეს ისიც არ გაგიკვირდეთ, ქალბატონო დიანა, რომ თქვენც აღმოჩნდეთ რაიმე საქმის ფარგლებში ბრალდებული ყველაფერი იქითკენ მიდის. ეხლა მარტო პოლიტიკოსები ხომ არ ვიქნებით ბრალდებულები, ეხლა გვჭირდება აქტიური ჟურნალისტები ჩემის აზრით იმ კლუბში, რომლებშიც გაერთიანებული ვართ ძირითადად პოლიტიკოსები. ამიტომ თქვენს გელოდებით, თუმცა ნუ რა თქმა უნდა ეს ხუმრობი. თუმცა არაფერი გასაკვირი არ არის, ნამდვილად არ არის გასაკვირი. უნდა დაგემშვიდობოთ. მადლობა ნიკა მელიას.